მოგესალმებით ჩემო კარგებო, მოგესალმებით ჩემო ერთგულებო. იმედია ყველანი კარგად ხართ. გილოცავთ ახალი 2025 წლის დადგომას. იმედია ეს წელიწადი იქნება თქვენთვის ყოველივე საუკეთესოს მომტანი, თქვენი ოცნებების ახდენას გისურვებთ, თქვენი მიზნების მიღწევას და ყველაფერს საუკეთესოს. იხარეთ, იბედნიერეთ, იდღეგრძელეთ. მინდა რომ მოხდეს ამ წელიწადში თქვენთვის გარდამტეხი მოვლენები, კარდინალურად შეიცვალოს, რა თქმა უნდა, უკეთესობისკენ ყველაფერი და სულ გახარებულები და ბედნიერები მენახით. მოვედი მე თქვენთან, როგორც იქნა საჯარო გაშლით და რა თქმა უნდა, აუცილებლად წლის პირველი გაშლა იქნება თემაზე, რას მოგიტანთ 2025 წელი. რა თქმა უნდა, ამ გაშლის ნახვა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, რა თქმა უნდა, ხა წლის ბოლოს თუ ნახავთ, ალბათ დიდ სარგებელს ვეღარ მოიტანს, მაგრამ მაინც მოდით ვნახოთ, რისი მომტანი იქნება ეს ახალი წელი თქვენთვის. გაშლაში გვექნება 5 ვარიანტი, შესაბამისად ირჩევთ ერთ-ერთ ვარიანტს. და ვნახოთ თქვენი პასუხები. გამოვიყენებ მინერალებს, რა თქმა უნდა, თითო არგანით განსაზღვრავ ვარიანტს, მაგრამ დავამატებ გაშლის დროს და ასევე გამოვიყენებ მინერალებს. მაშასე, პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი, ესე ცოტა ქაოტურად დავალაგებ. მესამე ვარიანტი, მეოთხე ვარიანტი და მეხუთე ვარიანტი. აი, იმედია ყველა ჩანს, ხო? კადრში ახლა ცოტა გავასწორებ, მეგონი ყველა ჩანს. ამ ულამაზესი დასტით ვაკეთებთ თან გაშლას, ხო? პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე. მოდი დავამატოთ მინერალებიც, აგერ დავამატოთ ჩვენ ამეთვისტო. მეორე ვარიანტზე იყოს სპირიტი, მესამეზე იყოს მოდით ფირუზი, მეოთხეზე იყოს ვარდისფერი კვარცი და მეხუთეზე იყოს მისტიური სოდოლიტი. ძალიან მიყვარს სხვათა შორის ეს ქვა. ასე 5 ვარიანტია, ირჩევთ ერთ-ერთ ვარიანტს და ვნახოთ, რა ცვლილებები შეიძლება მოიტანოს 2025 წელმა თქვენს ცხოვრებაში. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ერთი ვარიანტი, ასევე შეგიძლიათ მაგალითად ერთი ვარიანტი თქვენთვის, ერთი ვარიანტი თქვენი პარტნიორისთვის ან თქვენი შვილისთვის აირჩიოთ, ხო? მაშასე დავიწყოთ პირველი ვარიანტი. ვინც აირჩია, მოდი ახლა ჩვენ დანარჩენი ვარიანტები ესე ჩამოვაჩოჩოთ, რომ ხელი არ შეგვიშალოს. და ვნახოთ პასუხები. აი ესე. დავიწყოთ პირველი ვარიანტი და რა ცვლილებები შეიძლება შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში და თქვენს ცხოვრებაში მართლაც მე მგონი ძალიან საინტერესო ცვლილებები შეიძლება შემოვიდეს. ძალიან ესეთი სიახლეები, რაც დაკავშირებული არის გაზაფხულთან, რაც დაკავშირებული არის ახალგაზრდობასთან. აი იგივე თქვათ ვინმეს თუ შვილზე ჩაიფიქრეთ ან ყავთ შვილი, ხომ? შეიძლება იყოს მასთან რაღაცა სიახლე, თქვათ თუ ვინმე აბიტურიენტია შეიძლება ჩააბაროს, თუ ვინმე იგივე შვილს ელოდება სწორედ წელს შეიძლება ეს სიხარულო ამბავი გაიგოთ, ხო? მორსულობის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასევე ნებისმიერი სახის ცვლილება რაც შეიძლება იყოს დაკავშირებული ცით რა, აი რაღაცა სისუფთავესთან, აი სურვილები, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აქვს ხოლმე, ხო? რა თქმა უნდა, როგორც წესი, ხშირად სრულები ეხება არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ სხვა ადამიანსაც, განსაკუთრებით პირადთან დაკავშირებით. აი ამ შემთხვევაში ეს საუბარი არის ისეთ სურვილებზე, აი დიახ, საუბარი არის ისეთ სურვილებზე, რომელიც უშუალოდ მხოლოდ თქვენ გეხებათ და მხოლოდ შეიძლება იყოს სიკეთის მომტანი, ბედნიერების მომტანი, წარმატების, გამარჯვების მომტანი. დოკუმენტებთან დაკავშირებით თუ არის რაიმე თემები, აქ გამარჯვება დგას, ახალი საქმის წამოწყებაც ძალიან კარგი იქნება, აი როდესაც რაღაცა ან მცირე ბიზნესი იწყებ, ან რაღაც ახალ საქმეს იწყებ, აქ ეხლა რაღაცა ძალიან დიდ მასშტაბურ კორპორაციას
სიტუაციებზე არ მაქვს რა თქმა უნდა საუბარი არის რაღაცა ახალ წამოწყებებზე, რომლებიც აიცით რაღაცნაირად ახალგაზრდულია. აქ მანდ-მაინც ასაკს არ უსვავ ხას, შეიძლება ზუსტად ვერ გადმოცემ სიტყვებით რისი თქმა მინდა, მაგრამ მე მგონი მიმიხვდებით, იმიტომ რომ უკვე ძალიან კარგად მიცნობთ. ეს პერიოდი, ეს წელიწადი თქვენთვის უნდა იყოს მოსავლის აღების პერიოდი. პერიოდი, როდესაც აი მთელი, არ ვიცი, შეიძლება წინა წელი ან წლების განმავლობაში, რასაც აკეთებდით, რასაც შრომობდით, რაშიც ენერგია ჩადეთ, რაშიც შეიძლება თანხაც ჩადეთ მათ შორის, ხომ? ესეც ხომ ფულის ენერგიაც ხომ ენერგიაა, ხო? აი სწორედ ეხლა ეს ყველაფერი თქვენ მოგიტანთ გამარჯვებას. ზოგადად გამარჯვების წელიწადია, აი რაც დათესეთ, იმას მოიმკით და შეიძლება მოიმკათ 10 მაგათ. ნუ იმედია ცუდი არავინ არაფერი არ დათესა, აქ ვერ ვხედავ რომ რამე ცუდზე შეიძლება იყოს საუბარი. საინტერესო პიროვნებები ხართ აქ პირველ ვარიანტში, ვინც ამოხვალეთ, საკმაოდ ძლიერები ადამიანები, რომლებიც თავისი შრომით, თავისი ოფლით, პატიოსანი საქმით ცდილობენ რომ რაღაცას მიაღწიონ, მათ შორის პირად ურთიერთობაზეც იგივე შეგვიძლია ვთქვათ, ხო, რომ სხვის ურთიერთობაში, როდესაც სხვის არ ყოფენ, როდესაც არ ცდილობენ სხვა გამომწარონ და ამის ხარჯზე ან სხვის უბედურებაზე ბედნიერები იყო, ხო? ანუ აი მართლაც აქ ყველაფერი რაც შეიძლება მოვიდეს თქვენთან არის ბავშვით სუფთა და სპექტაკლი. ამიტომ ეს ძალიან კარგია, ძალიან კარგი, აიცით, გულუბრყვილო ბავშვით გულუბრყვილო წელიწადი მოდის თქვენთან სუფთა წკრიალა და მართლაც მოსავლის აღების პერიოდი. ამიტომ ეს წელიწადი ძალიან კარგად გამოიყენეთ. ეს ედგორა ძალიან დიდი ტვირთიც არის თქვენთვის, იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი ენერგია, რა თქმა უნდა, თქვენი მხრიდანაც ძალიან დიდ სისუფთავეს მოითხოვს. ხო? ენერგეტიკულ სისუფთავეს მოითხოვს, სულიერ სისუფთავეს მოითხოვს. თქვენს ქმედებებში არ უნდა იყოს არაფერი მზაკრული და მაშინ ყველაფერი ძალიან ძალიან კარგად იქნება თქვენს ცხოვრებაში. აი ესეთი მშვენიერი, ძალიან კარგი პირველი ვარიანტი გამოგვივიდა. ჩემო ძვირფასებო, გადავიდეთ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი ქონდა ჩვენ პირიტი, ვინც შეარჩიეთ პირიტის ვარიანტი და ვნახოთ რა მოგვივიდა აქ. საინტერესო რა არის, რასთან იბრძვით, რისთვის იბრძვით, რა არის ეს შინაგანი ბრძოლა არის, რაღაცა გადაწყვეტილებების მიღების პერიოდი არის. კი, ნამდვილად ესე არის, იმიტომ რომ აქ არის გონებით მუშაობის პერიოდი მოდის თქვენთან. ძალიან ბევრი რაღაცის დალაგება მოგიწევთ, მაგრამ პირველ რიგში მოგიწევთ გონებით, თქვენს თავში ამ ყველაფრის დალაგება და შემდეგ უკვე შეგიძლიათ ეს ყველაფერი გადმოიტანოთ რეალობაში და შემდეგ უკვე შეგიძლიათ შეასხათ ხორცი. ანუ ყველაფერი თუ სადმე რაიმე აურზაური არის თქვენთან, პირველ რიგში ეს აურზაური არის თქვენს თავში, თქვენ საკუთარ თავში და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი მერე მოქმედებს თქვენს ემოციებზეც, ხო? იმიტომ რომ არც ისე ბნელად შემოძვირფასებო თქვენთან, არც ისე ცუდად არის თქვენთან საქმე, უბრალოდ თქვენ რაღაცას ძალიან განიცდით, ძალიან ემოციურად უდგებით. ნერვიულობთ და იმ სიკეთეებს ბოლომდე ვერ ხედავთ, რა სიკეთეების და ბენეფიტების არის თქვენს გარშემო. ამიტომ აუცილებლად პირველ რიგში ეს იქნება პერიოდი, როდესაც აი თქვენს თავში არეულობას დაალაგებთ, ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენთ აუცილებლად აი ამას მოახერხებთ, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის ძალიან დიდი მონაპოვარი, როდესაც ადამიანი შინაგანად ლაგდება, თავის შინაგან სამყაროს ალაგებს, აურზაურს და ქაოსს ალაგებს საკუთარ თავში. მაშინ მის გარშემო და მის ცხოვრებაშიც ყველაფერი ლაგდება თავის ადგილას. ეს არის როგორც ჩანს პირველ რიგში საკუთარ თავთან საკუთარი თავის მოწესრიგების პერიოდი და რა თქმა უნდა შემდეგ უკვე აუცილებლად ტრიუმფი. ეს უკვე თქვენ აუცილებლად დიდ გამარჯვებას მოგიტანთ. ანუ რას გვეუბნება ტარო? პირადი ურთიერთობა იქნება ეს, თუ იქნება პირადი ურთიერთობა იქნება ეს, თუ იქნება
სხვა საკითხები ხომ, ცხოვრებისეული ფინანსები თუ სხვა ხომ, ეს ყველაფერი პირველ რიგში პრობლემა თქვენ საკუთარ თავში არის. არის რაღაცები, რასაც თქვენ არ აღიარებთ, არის რაღაცები, რასაც თქვენ თვალს ხუჭავთ, თქვენ თვითონ ამყოფებთ თქვენ თავს სიცრუეში, ხო? ნუ რატო აკეთებთ ამ შევა სხვისთვის სიკეთეს აკეთებთ, მაგრამ საკუთარ თავს ნებთ. აქ სხვათა შორის მეორე ვარიანტებში არის ის კატეგორია, რომელიც მზად არის თავისი თავი გაწიროს იმისთვის რომ თქვათ სხვა კარგად იყოს და სხვა ბედნიერად იყოს. აი ეს არ გააკეთოთ არავითარ შემთხვევაში. თქვენი მოვალეობა ამ წელიწადს სწორედ ეს არის, ხომ? რომ საკუთარ თავთან დაალაგდეთ, იყოთ საკუთარ თავთან მართალი, აწონდაწონეთ ყველაფერი. ხო არ გნებთ ის, რასაც თქვენ აკეთებთ, ხო არ არის თქვენთვის საზიანო ის, რასაც თქვენ აკეთებთ და შემდეგ უკვე იფიქრეთ სხვებზე. ხო? აუცილებლად, იმიტომ რომ ფაქტია, რომ აი რაღაცნაირად ძირავთ თქვენ თავს, არ ვიცი, აი რაღაცა შეიძლება აქ რამდენიმეზე იყოს თუნდაც საუბარი, რომ აი რაღაცნაირად მსხვერპლად ეწირებით რაღაცას, არ გინდათ. საკუთარ თავთან გასწორდით, საკუთარი ფიქრები დაალაგეთ, საკუთარი სურვილები დაალაგეთ და აუცილებლად იქნება თქვენთან ტრიუმფი და აუცილებლად იქნება თქვენთან გამარჯვება. აი ესეთი მშვენიერი ვარიანტია მოგვივიდა, მეორე ვარიანტი და მოდით ახლა ჩვენ გადავიდეთ მესამე ვარიანტზე, ვინც აირჩია ფირუზი, გადაგორდა ქვა. ვინც აირჩია ფირუზი და ვნახოთ მესამე ვარიანტში რა ხდება. ავჩეხავ. ფანტასტიკური, მშვენიერი, მე მგონი მესამე ვარიანტები რაღაცა გამარჯვებაზე, ესე იგი ვართ ორიენტირებული. გამარჯვების წელიწადი არის ეს თქვენთვის. ეს არის მზის, სითბოს, ენერგიის, ძალიან დიდი ძალის, ძალიან დიდი ენერგიის წელიწადი შემოდის თქვენთან. რა თქმა უნდა, ეს ენერგია აუცილებლად უნდა გამოიყენოთ თქვენოთ, ხომ? იმიტომ რომ მზეს შეუძლია როგორც აცოცხლოს ყველაფერი, როგორც საწინდარია, ხომ? დედამიწაზე სიცოცხლეს ასევე მას შეუძლია აბსოლუტურად ყველაფერი გადაბუგოს. ეს მართლაც დიდი გამარჯვების წელიწადი არის თქვენ ცხოვრებაში. გაითვალისწინეთ, მოვლენები თქვენ ცხოვრებაში განვითარდება ამ ერთი წელიწადის განმავლობაში ძალიან სწრაფად და თქვენ ვალდებული ხართ ამას აყვეთ, უნდა აყვეთ ამ სისწრაფეს. ამის ენერგია თქვენ გეყოფათ. არის რაღაცა თემები, რაღაცა საკითხები თქვენ ცხოვრებაში. რა გადასარევია. რა გადასარევი ვარიანტია, ძალიან მიხარია ყველას თქვენ, ყველას მაგივრად, რომ ესეთი არაჩვეულებრივი განსაკუთრებით იქნებით რა არის, აი იქნება ეს ფინანსური სიძლიერე, იქნება ეს არაჩვეულებრივი ურთიერთობები, რომელსაც დიდი ხანია ელოდებით, იქნება ეს ჯანსაღი ენერგია, ჯანმრთელობა, ყველაფერი ეს მესამე ვარიანტში ერთდროულად შემოდის. რაღაცებზე თქვენ ენერგია არ ყოფნიდათ, რაღაცებზე გზებს ვერ პოულობდით. აი თითქოს რაღაცა მარილი აკლდა თქვენთან, ხო? რაღაცა მდგომარეობას. აი ეხლა რაღაც სიტუაციას უბრალოდ, ხო? ეხლა ეს ყველაფერი იცვლება. ამისთვის ენერგია გექნებათ, მოვლენები სწრაფად განვითარდება და თქვენი მოვალეობა არის ის, რომ არ იზარმაცოთ და სწრაფად აყვეთ სიტუაციას. მაშინ ყველაფერი დაალაგდება თქვენთან, იმიტომ რომ თქვენთან შემოდის სიახლეები, როგორც პირად ცხოვრებაში, ოჯახში შეიძლება იყოს, ვისაც ახლა დაალაგებული აქვს თქვათ და პარტნიორული ურთიერთობა არ აინტერესებს. აუცილებლად აქ რაღაცა სასიხარულო ამბავი ოჯახში, იმენა ოჯახურ თემაზე არის საუბარი. აუცილებლად არის ასევე მატერიალურ საკითხებში. აუცილებლად რაღაცა გამარჯვებით გახართ აქაც, სიახლე შემოდის, ეს შეიძლება იყოს ახალი სამსახური, დაწინაურება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მშვენიერი, ძალიან კარგი, ყოველმხრივ კარგი ვარიანტი ამოგვივიდა და რა მოითხოვება თქვენთან? მოითხოვება რა? სისწრაფე და დამოკიდებულება ყველაფრის მიმართ როგორი, ხო? როგორც გიჩვენებთ თქვენ აქ, ხომ? მზრუნველი აუცილებლად კი მატერიალურ კეთილდღეობას ღებულობ, მაგრამ შენ აუცილებლად უნდა იყო ძალიან მზრუნველი. მხოლოდ ამ პირობით იქნები შენ მატერიალურად უზრუნველყოფილი. და ნებისმიერ საკითხს, მათ შორის პირადსაც უნდა შეხედო ნებისმიერ პრობლემას, ახლონათესავებთან კონფლიქტი იქნება ეს თუ რაიმე არ ვიცი მეგობრებთან ნებისმიერი სიტუაცია შეიძლება სამსახურში იყოს რაღაცა ყველა აღიქვით როგორც საკუთარი ოჯახის წევრი და როგორ მოაგვარებდით პრობლემას ოჯახის წევრთან აი ესე შეხედეთ ესე მოაგვარეთ
პრობლემები. წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩაიფუშება, ხო? ანუ რა ხდება სამყარო, როდესაც რაღაცას გვაძლევს, ის გვაძლევს გასაღებსაც, როგორ უნდა იმოქმედო. სწორედ ესე უნდა იმოქმედოთ, ხომ? გინდა მატერიალური კეთილდღეობა, აი შემოგივათ, ხო, რაღაცა თანხა, ხო, რაღაცა გეკნევთ, აუცილებლად ეს თანხა გაეცით, ხო? არ მაქვს, რა თქმა უნდა, სრულად გაცემაზე საუბარი, მაგრამ თქვა 100 ლარი, რო გაჩუქეს 1 ლარი სხვას რო უწილადოთ, მე მგონი დიდად არ დაზარალდებით, ხო? და როგორ გითხრათ, აი მტრებთან მთლად მოყვასივით მოიგეთ, ვერ გეტყვით, მაგრამ აი წარმოვიდგინეთ, რომ თქვენმა ოჯახის წევრმა რაღაცა დააშავა და როგორ მოიქცევით მას, როგორ დაარიგებთ, როგორ მოექცევით მას, როგორ დაალაგებთ მასთან ურთიერთობას, აი ნებისმიერი სიტუაცია, რომელიც შეიქმნება თქვენთან, სახლში იქნება თუ გარშე იქნება თუ გარეთ იქნება, აი ესე უნდა დაალაგოთ. მაშინ თქვენ 2025 წელს გამარჯვებით დადგებით ყველა საქმეში. პირადშიც და მატერიალურშიც. მშვენიერი გადასარევი ვარიანტი ამოგვივიდა. და გადავიდეთ შემდეგზე. აი, შემდეგი გვაქვს ჩვენ ვარდისფერი კვარცი. და ვნახოთ რა ხდება, რა ამოგვივიდა. ოხ, სხვადასხვა ანდასტაში ძალიან მიყვარს, ყველას ძალიან, ვინც ახალია ტაროში, ვინც კარგად არ იცის, ყველას ძალიან მეშინია ხოლმე ამ არკანის, სიკვდილის არკანის, მე ეს არკანი ძალიან მიყვარს, მხოლოდ ამის გამო არა, მატრიცის გამოც, მე პირადად ძალიან განსხვავებული იშვიათი მატრიცა მაქვს და ჩემთვის ეს და კიდევ ერთი არკანი არის ძალიან მნიშვნელოვანი და რატომ მოვაყოლე ხა ეს ამბავი, ყველას ეშინია ხოლმე სიკვდილის, მაგრამ არკანი სიკვდილის, მაგრამ აქ ძალიან ლამაზად არის გადმოცემული, მე მინდა გაჩვენოთ, რამდენად ლამაზად არის გადმოცემული და ადამიანი, რომელიც საერთოდ არ ერკვევა ტაროში, ის ფანტასტიურად მიხვდება, ძალიან ადვილად მიხვდება, რას ნიშნავს ეს არკანი, როდესაც ამოდის გაშლაში, ხო? ეს არის აღზევება, ეს არის მკვდრეთით აღსდგომა, ეს არის სრული ტრანსფორმაცია, ეს არის კარდინალური და ახალი შესაძლებლობები, იმიტომ რომ აქ კვდება ძველი, იბადება ახალი სიცოცხლე და ეს ნიშნავს, რომ ეს არის ახალი შესაძლებლობები და აქ გვყავს მათ შორის ფენიქსიც მიმართაც იცის ჩემი დამოკიდებულება, აქ არის იმედები, ხომ, ძალიან ბევრი სიმბოლიკა არის, მაგრამ ხა ყველაფერზე ვერ ვილაპარაკებთ, უნდა ვთქვათ უბრალოდ აქ მნიშვნელოვანი, ხო? ანუ ეს წელი თქვენთვის იქნება საოცარი ტრანსფორმაციის აღზევების, აი როგორც ფენიქსი აღსდგება ფერფლისგან, ხო? აი ესე აღსდგებით, ეს თქვენთვის იქნება რაღაცა საოცარი წელიწადი, საოცარი ტრანსფორმაციის, ახლიდან დაბადების, ახალი შესაძლებლობების, ახალი ენერგიის მომტანი, სიახლეების მომტანი წელიწადი. აქ იქნება გზების გახსნა, ბევრი საკითხები, რომლებიც თქვენთან იყო დახურული, არ გამოდიოდა, ეს თემები აუცილებლად გაიხსნება და აი ეს ამბავი, რომელიც აი თქვენ არ ვიცით რაღაცა ძალიან გადარდიანებთ, რა არის ეს, პირათან დაკავშირებული თემა არის, ეს არის პირდაპირ პირათან ამ ურთიერთობასთან დაკავშირებული თემა, მოდი მე ამას ესე დავფარავ, ბოლომდე არ გამოვაჩენ, იმიტომ რომ ნამდვილად არ მინდა და არც იქნება ესე, მამაკაცთან დაკავშირებულია. ჩემო ძვირფასებო, აქ შეიძლება თქვენთან საერთოდ ახალი პიროვნება შემოდის, აი განსაკუთრებით პირათან დაკავშირებით მოდის აქ ვარდისფერი კვარცი, ვინც აირჩია, როგორც ჩანს, ვარდისფერი კვარცი თავისთავად სიყვარულის მინერალია და რა გასაკვირია, რომ პირადთან დაკავშირებით ვინც არის ყველაზე მეტად შეწუხებული და სიახლეებს ელოდება, ისინი აირჩევდით, ხო? აქ პირად ურთიერთობების დალაგებას ელოდეთ. ორი ვარიანტია.
ან თქვენ პარტნიორს რაღაცა ემართება და საოცრად იცვლება, კარდინალურად იცვლება და შესაბამისად თქვენი ურთიერთობაც კარდინალურად იცვლება, ან ვინც დარჩეთ პარტნიორის გარშე, თქვენთან შემოდის აბსოლუტურად ახალი პიროვნება. აი თუ ვინც ელოდებით ხომ ურთიერთობას პარტნიორს თქვენს ცხოვრებაში, საოცრად თბილი, ემოციური, გრძნობებით სავსე, მზრუნველი პარტნიორი შემოდის თქვენს ცხოვრებაში. გარდა ამისა, აქ ხდება გზების გახსნაც, ხო? ანუ მათ შორის შეიძლება აქ საუბარი იყოს სწორედ პირადზე. მაპატიეთ, პირადზე გახსნის თემები იყოს აქ სწორედ, რაც თქვენ რეალურად იცით როგორ არის, ეს არის თემა, რომელსაც როგორ ტკივილს ხედავ, იცით აქ, აი როდესაც ამას არ აჟღერებ უახლოეს მეგობრებთანაც კი და მხოლოდ ბალიშმა როდესაც იცის თქვენი ცრემლების ენაზე, რას გრძნობთ და რას განიცდით, ხო? და რა გინდათ რეალურად რო იყოს, რა ტკივად და რა გინდათ რეალურად რო იყოს. იმიტომ აქ ყველაზე მეტად ელოდეთ პირად ურთიერთობებში ცვლილებას. ზოგადად ცვლილებების და სიახლეების მომტანი წელი იქნება თქვენთვის. ამიტომ რა შემიძლია რომ იგისურვოთ თუ არა ბედნიერება და აი ამ თქვენი სანუკვარი ოცნების ასრულება ახდენა, რომ ისეთი ადამიანი იდგეს თქვენ გვერდით, როგორსაც თქვენ ღამე რო დაწვევით ხოლმე და წარმოიდგენთ, როგორი გინდათ რომ იყოს თქვენი პარტნიორი, სწორედ ესეთი რო იქნება. თუმცა აქ ცვლილებები არ იქნება დაკავშირებული მხოლოდ პირადთან. მეტი წილი აქ პირადში არის ცვლილებები. პარტნიორს თუ არ იცის, თქვენი პარტნიორი იცვლება, უფრო მოსიყვარულე ხდება. არა, აქ კარდინალურად ხდება ცვლილება. თავდაყირად გება ეს ადამიანი, ხო? ანუ უკეთესობისკენ მიდის. უკეთესობისკენ, აუცილებლად უკეთესობისკენ მიდის ეს ადამიანი. ასე რომ გილოცავთ. ვიღაცებს სიყვარულში ძალიან გაუმართლებთ ვატყობ. პარტნიორში ძალიან გაუმართლებთ. მეოთხე ვარიანტებს, ვინც ვარდისფერი კვარცი ქონდა შერჩეული და მეხუთე ვარიანტი. აბა ვნახოთ, საინტერესო ვარიანტია მეხუთე ვარიანტი, ამოგვივიდა მთვარე. რატომ მთვარე? ვნახოთ, რატომ მთვარე. ვნახოთ. ზოგადად ამ წელს იცოდეთ, რომ ბევრ საიდუმლოს ფარდა აეხსნება. ბევრ კითხვის ნიშანზე გაცემთ პასუხს. და იცით, აი ნათელი მოეფინება რაღაც საიდუმლოებებს, ის რაც თქვენგან არის დამალული. ძალიან ბევრ რაღაცას დაინახავთ ჩემო ძვირფასებო. ეს არის წელიწადი, რა საინტერესოა. ეს სიმართლეები და ეს პასუხები შეიძლება ბევრისთვის მტკივნეულიც იყოს, მაგრამ სამყარო გაძლევთ, გიბოძებთ იმ საჩუქარს, რომ იცოდეთ სიმართლე. ძალიან ბევრი რაღაცა უნდა დაალაგდეს ამ წელიწადში თქვენთან. დაალაგდეს სიმართლის გზით. არ შეიძლება რომ თუნდაც თქვენი მხრიდან მათ შორის, ხომ, მე აი წინა ვარიანტებსაც უხსნიდი, ხომ, რა შესაძლებლობებს გაძლევს სამყარო და თავად როგორ უნდა მოიქცე, რომ ეს ნაბოძი საჩუქრები სამყაროსგან შეძლოთ და მიიღოთ, ხო? და თქვენც როგორ უნდა მოიქცეთ. არავითარ შემთხვევაში, არანაირი საიდუმლოებებით, არანაირი ტყუილებით, არანაირი რაღაცა, აი რაღაცა იცით, ღია უნდა იყოთ, ხო? ღია კარტით უნდა ითამაშოთ. თქვენც უნდა იყოთ მართალი და კიდევ აუცილებლად შეხედეთ რაღაცაზე, რაღაცა სიახლეებს თუ წამოიწყებთ, ხომ? შეხედეთ ყველა რაკურსით, სადმე რამე რა საინტერესო სასწაულია.
5 არკანიდან, ესე იგი 4 ხო გვაქვს მაღალი არკანი ამოგვივიდა და ძალიან საინტერესო ინფორმაციას გვაძლევს. ძალიან საინტერესოს. მათ შორის აი ამ ვარიანტში არის კიდე რა თქვენი პოვით, არ ვიცი ეს რა სახის პრობლემა იქნება, მაგრამ მიზეზს აი ძაღლის თავი სად არის დამარხული, აი ყველაზე სწორი ნათქვამი რაც არის აქ, ძაღლის თავი სად არის დამარხული, აი ამას იპოვით, ხო? აი ამ სამარხს აღმოაჩეთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც. რომ ადამიანმა ისე შეიძლება განვლოს მთელი თავის ცხოვრება და ისე იყოს მის ფეხებთან დალაგებული წყალქვეშა ქვები და ყოველ ჯერზე წამოკრას ხოლმე და ცხვირპერი დაიმტრიოს, ხომ? რომ ვერ გაიგოს, ისე წავიდეს ამ ქვეყნიდან ვერ გაიგოს, საიდან მოდის ეს ყველაფერი და აქ ამის საშუალება გეძლევათ თქვენ, რომ აი ზუსტად აი საიდუმლო იპოვოთ. არის რაღაცა თქვენთან პრობლემა, რასთან დაკავშირებით არის ეს პრობლემა. შეთაშორის აქ ენერგეტიკული პრობლემაც არის. რაღაცა საკითხებს, ანუ აქ იცით რა ხდება, ბოლომდე საქმის მიყვანა ვერ ხდება თქვენთან? არა, არის აქ ვიღაცები, ვინც საერთოდ ჩაკეტილები ხართ. ვინც ჩაკეტილები ხართ, ჩემო კარგებო. შეთაშორის აქ შეიძლება იყოს მაგიაც, აღმოაჩინოთ, რომ სწორედ რაღაცა, მოდი მაგია არ გვინდა, ვთქვათ ესე, ხო, რაღაც ენერგეტიკული პრობლემა იყოს, იმიტომ რომ შეიძლება საგვარი ნეგატიური პროგრამები იყოს თუნდაც, ხო? შეიძლება იპოვოთ მტერი. გამოვლინება მტერს. ანუ იცით რა არის? ეს არის წელიწადი, როდესაც იცით როგორ იქნება, სკანერივით იქნებით. გამოავლენთ ყველას, ვინც გატყუებთ, ვინც არის თქვენი მტერი, ვინც რაღაცა ფეხის დადებას ცდილობს თქვენთვის. ეს იქნება ნეგატიური, არაკეთილმოსურნე ადამიანების ჩამოშორების პერიოდი. ასე რომ გული ნუ დაგწყდებათ, აი ეგ რო დარდობთ და ხართ ერთ ამბავში გული ნუ დაგწყდებათ, იმიტომ რომ ესეთი ადამიანები უნდა მოიშოროთ, აქ ზედმეტ ადამიანებს მოიშორებთ. აქ ბევრი სიბინძური ამოტივტივდება. რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგია. ამაზე კარგი რა შეიძლება იყოს, იმიტომ რომ აქ თქვენთან ფასადური ბედნიერება არ იქნება. აქ ბედნიერება მოვა ძალიან სუფთა ადგილზე, იმიტომ რომ მთელი სიბინძურე, მთელი აი ეს ის რაც თქვენ კეტავთ, რაღაცები აქ პირადშიც ვხედავ, აქ ფინანსურ ხაზშიც ვხედავ პრობლემას, პირადშიც ვხედავ პრობლემას, აი აქ შეიძლება სამსახურში ვიღაცა, ან არ ვიცი, ნათესავი რაღაცა ცუც გიკეთებთ, საქმეში რაღაცას გატყუებთ, ხო? მაგრამ მაინც ჯადოზე არ წახვიდეთ, ხო? თუმცა არც ამის ნაკლებობა შეიძლება იყოს ამ ვარიანტში. აი ეს ყველაფერი ამოტივტივდება ზევით, მთელ სიბინძურეს ზევით ამოყვეთ. დიდი დასუფთავების, გენერალური დასუფთავების წელიწადი გაქვთ. ეს არის ძალიან კარგი, იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში ნებისმიერ საკითხს ეხება თქვენი ცხოვრების, იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში თქვენ შეძლებთ რომ უკვე ახალი მოსავალი დათესოთ სუფთა ნიადაგზე, ყოველგვარი მტრების და მღრღნელების გარეშე და უკვე როგორ ვიცით, აი ერთგვარად სიბრძნე შეძენილი ადამიანი როგორც იქცევა, ხო? შესაბამისად მერე უკვე ძალიან დიდ მოსავალსაც მიიღებ. აი ნახეთ. სიბრძნე შეძენილ ადამიანზე ვსაუბრობდი ახლა მე. თქვენ იცით რომ მე მიყვარს ხოლმე, როდესაც ჩემს სიტყვას მე ჯერ ვამბობ და მე რეტა რო ამოდის. და არა პირიქით და ისე მაღალი არკანი როგორც ხედავთ, ხო? ძალიან საინტერესო არის, მე მაგალითად აი ამ ვარიანტზე საერთოდ ცალკე გავშლიდი. ცალკე გაშლას დაუთმობდი აქ, იმიტომ რომ კაცმა არ იცის აქ რა მოიყრება. იცით რა არის ამის შემდეგ ჩავწერე სწორედ გაშლას მაგაზე. აი ვისთან რა სიბინძურეები ამოიყრება და გაქრება მათი ცხოვრებიდან, რა საიდუმლოებები, რა ცუდი ადამიანები გაქრებიან, როგორი ცუდი ადამიანები გაქრებიან თქვენი ცხოვრებიდან. ძალიან მაგარია, იმიტომ რომ გენერალური დასუფთავება მიდის. თქვენ დაინახავთ ისეთ რაღაცებს, აღმოაჩენთ ისეთ რაღაცებს, ისეთ ადამიანებს ამხელთ, რომელსაც შეიძლება ეხლა ამ წუთას წარმოქმნას კი არ გაქვთ. ან უბრალოდ აქამდე ვერ ისკავდით და ეს წელიწადი მოგცემთ თქვენ ამის სიბრძნეს, გაქვთ ეს სიბრძნე დაგროვებული, ეს გამოცდილება რომ თქვენ ეს ყველაფერი შეძლოთ. საოცარი
გაშლა სხვათა შორის. ჩემ თავს ვაქებ როგორი თავმდაბალი ვარ, ხო ხედავთ, მაგრამ გაშლა მართლა ძალიან კარგია, იმიტომ რომ საოცარი ინფორმაცია მოგცა თითოეულ ვარიანტზე. არც ერთი ერთმანეთს არ გავდა არაფრით. და მართლა საოცარი ინფორმაცია მოგცა. დაწუნებული ვარ, რომ ყველას გამოგადგებათ, რა თქმა უნდა, უფრო დეტალური გაშლისთვის მომწერეთ, შეგიძლიათ ჩაეწეროთ ჩემთან კონსულტაციაზე, მათ შორის ენერგეტიკულ დიაგნოსტიკაზეც და რიტუალებზე. არ მირეკავთ, ოღონდ მწერთ 511131818, შეგიძლიათ მომწეროთ WhatsApp-ში, Viber-ში ან ტაროს სამყაროს Facebook Messenger-ში. ველოდები თქვენგან გამოხმაურებას. ყველას ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ ჩემს არხზე, რომ უყურებთ ჩემს გაშლებს. მე დაკარგულს და გადაკარგულს, მაგრამ всё, დავბრუნდი და პირობა მივეცი ჩემ თავს, რომ წელს ვიქნები ძალიან აქტიური. და ყველას ძალიან დიდი მადლობა. ულებედნიერებას, სიყვარულს, სიხარულს და კეთილდღეობას გისურვებთ.